ნახოთ 2025 წლის პირველი ვარიანტის მე-40 ამბავს. აქ რა გვასმოწა? აქ არის უსემყოფი ბიჭების და გოგონების რაოდენობების გამომსახველ წრეულ დიაგრამაზე გოგონების შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხე 30 გრადუსით აღემატება ბიჭების შესაბამისი სექტორის ცენტრალურ კუთხეს. სულ რამდენი გოგონა და ბიჭი სწავლობს კურსზე, თუ მათი ჯამური რაოდენობა 75-ზე მეტი ორნიშნა ერთად გამოისახება. რამდენი გოგონა? რამდენი ბიჭია? გოგონები მეტია. ერთი რა ვიცით, რომ წრეულ დიაგრამაზე თუ მინდა რომ გამოვსახო, მთლიან რაოდენობას შეესაბამება 360 გრადუსი. მთლიანი რაოდენობა რამდენია? x + y. ორნიშნა რიცხვი, ანუ 99 და მინიმუმ 10, მაქსიმუმ 99, მაგრამ პლუს 75-ზე მეტი უნდა იყოს. ანუ 75-ზე მეტი და ასე ნაკლებია x + y. x + y-ს წრეულ დიაგრამაზე შეესაბამება 360 გრადუსი. რამდენით მეტი გოგონა სწავლობს, x - y-ით მეტი გოგონა სწავლობს და ამ სხვაობას შეესაბამება 30 გრადუსიანი ცენტრალური კუთხე. ეს იმას ნიშნავს, რომ x + y-ის შეფარდება x - y-თან იქნება 360-ის 30-თან შეფარდების ტოლი. ანუ 12 ტოლი. გადავამატოთ ჯვარდინად. x + y ტოლია 12x - 12y-ის. ეს იმას ნიშნავს, რომ 13y ტოლია 11x-ის და ეს რომ გადავწეროთ პროპორციის სახით, აქ თუ დავწერთ y-ს, აქ უნდა დავწეროთ 13, რომ ჯვარედნად გადამრავლების შემთხვევაში მივიღოთ ეს ტოლი. და x თუ დავწერთ აქ უნდა იწეროს 11. ანუ y-ის x-თან შეფარდება არის 11-ის 13-თან შეფარდების ტოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის 11 ჯერ რაღაც k და x-ი არის 13 ჯერ k. მაშინ x + y გამოდის 11k-ს დამატებული 13k, ანუ 24k. ეს მოთავსებული უნდა იყოს 100-სა და 75 შორის. და შეიძლება იყოს. აუცილებლად ეს ხო ადამიანთა რაოდენობაა, 24 ჯერ k უნდა იყოს ნატურალური სიდიდე. ანუ ან 1 უნდა იყოს, ან 2, ან 3, ან 4. k თუ 1-ია, მაშინ იქნება 24 ჯერ 1, ანუ 24, 24 ჯერ 2, ანუ 48, 24 ჯერ 3, 72 და 24 ჯერ 4, 96. ერთადერთი რომელიც ამ პირობას აკმაყოფილებს, რომ 75-ზე მეტი იყოს და 100-ზე ნაკლები არის 96. ანუ k4. k თუ 4-ია, გვეკითხებიან რამდენი გოგონა და რამდენი ბიჭი სწავლობს. 11 ჯერ 4, ანუ 44 ბიჭი. 13 ჯერ 4, ანუ 52 გოგონა. პასუხი არის 52 გოგონა, 54 ბიჭი.